მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. ვნახოთ დღეს ჩვენ რას უნდა ელოდოთ ამ ურთიერთობიდან, არის თუ არა მზა თქვენი პარტნიორი აიღოს პასუხისმგებლობა და უნდა თუ არა მაგას საერთოდ სერიოზული ურთიერთობა. ვნახოთ ახლა პირველ რიგში რა თქმა უნდა გავაკეთებ სიგნიფიკაციას. ვკითხოთ ახლა თქვენ რა ენერგიებში ხართ, რა ხდება თქვენ შორის და მე უკვე დავუსვათ კითხვები რა. ანუ ვინ ხართ ახლა, ვინ იყავით მისთვის და ასე შემდეგ. ნახოთ ახლა რა ურთიერთობა უნდა მაგას გეგმები და ასე შემდეგ. პირველ რიგში ნახოთ ვისთვის არის ეს გაშლა. ანუ გოგოს ენერგია ვნახოთ, ბიჭის ენერგია და რა ხდება თქვენ შორის. აი ჯერ ასე იყოს. რა, აქ მინდა რატომღაც ასე სამი. რაღაც ძალიან ბევრი საქმეები აქვს ამ თქვენს ბიჭს და ძალიან რაღაც როგორ არის იცით? ანუ აქ რას გომაჩვენებენ იცით? პრინციპში აი იცით როგორ არის ადამიანს რომელსაც თავისი სიყვარულისთვის ბევრი რაღაცის გაკეთება უნდა. მაგრამ არის რაღაცა მომენტები, აი სულ ბრძოლა უწევს, გაიგეთ, აი თითქოს უნდა დავუმტკიცო ის, რომ თქვათ, მე შემიძლია, მაგრამ აი იცით როგორ არის, აი თითქოს გრძნობს თავს, მარტო ვარ, მარტო ვიბრძვი, მარტო ვცდილობ, მაგრამ ну, ყავს ამას თავის საყვარელი ქალი, ვისთვისაც პრინციპში მზად არის და სულ თქვენს რეაქციას უყურებს რა ეს ადამიანი, აი შენ როგორ დაინახე, მე რასაც გავაკეთე. ну, გოგო. გოგო არის სიყვარული, ხო? გოგოს აქ, იცით როგორ არის? აი რას გეტყვით? აქ იქნება ან ახალი შეიძლება ურთიერთობა, ხო? იმიტომ რომ საჯარო გაშლა, ხო? ან შეიძლება თუ უკვე არის ეს ურთიერთობა ხანძლივი, ესე იგი აქ თითქოს თქვენ მაინც ხართ როგორ იცით, აი ახალ ენერგიებში ხართ, აი შეიძლება სხვანაირად შეხედეთ ამ ურთიერთობას, შეიძლება სხვანაირად, ანუ ადამიანი მართლა გიყვართ, მაგრამ შეიძლება რაღაც სხვანაირი გრძნობა წამოვიდა ამ ადამიანის მიმართ. აი ესეთ ენერგიებში ხართ, რომ თითქოს აი ბევრი რაღაცა მინდა გავიგო საერთოდ, აი ეს თქვენში დაიჭირეთ, რომ რაღაცა, ანუ რომ ორიანი ეს ყოველთვის რაღაცა ახალი რაღაცა მინდა გავიგო, ახალი გრძნობა, ახალი შეგრძნებები, აი ეგეთი მომენტი არის. ну, ან ახალი ურთიერთობაზე ვიღაცა უყურებს და აინტერესებს სად წავა ახლა ეს ურთიერთობები. ну, ბიჭი არის პენტაკლების პაჟი, ანუ მინდა, მაინტერესებს ბავშვის, ცოტა ბავშვური პოზიცია, იცით, შეიძლება არ გამოვრიცხავ, რომ აქ ვიღაცისთვის იქნება ახალი ურთიერთობა. ეგაც მოდით ასე ხო ვთქვიერ? თუ დაუშვოთ თქვენი ურთიერთობა ახალი გაცნობილი ხართ, შეიძლება ეს, მაგრამ თუ ვინმეს გაქვთ უკვე ეს ურთიერთობა ხანძლივი, იცოდეთ რომ აქ თითქოს რატომღაც ჩვენ ახლა ვკითხავთ მაგას, რა თქმა უნდა, რატო ხარ ეგეთ ინფანტილიზმი რატო დაგემართა, ხო, მაგრამ ნუ პრინციპი არის, როცა აინტერესებთ რაღაცა, გაიგეთ, ანუ პრინციპში რაღაცა შეიძლება, მაგრამ ისეთ როგორი თემაა, როცა ადამიანს არ აქვს, შეიძლება ფინანსურად ვერ არის კარგად დაუშვათ, ხო, იმიტომ რომ თქვენ შორის რა ხდება, ეხლა მანძილი იქნება, შეიძლება კი ბატონო და ან ოცნებობს ვიღაცა იმ დაუშვათ, აი როდის ჩამოვა, შეიძლება ნუ მონატრებაც შეიძლება იყოს აქ, არ გამოვრიცხავ, შეიძლება მიმოწერა გაქვთ, თქვათ, ეხლა ინტერნეტ მიმოწერაც არ გამოვრიცხავ და შორს ხართ, შეიძლება ეს ახალი დაწყებული ურთიერთობა შეიძლება 2-3 даже რამდენი, ну, ხა მაინც ახალია რა, ეს ახალი ურთიერთობები, მაგრამ თუ არ არის, გითხარით რაც არის და აქ არის როგორი მომენტი, იცით, თქვენ შორის, აი თითქოს აქ გრძნობა არსებობს, კი, არის გრძნობა, მაგრამ იცით როგორი მომენტი, აი მინდა რომ უკვე იმოქმედოს, მინდა უკვე რომ რაღაცა გააკეთოს, რომ აი უკვე გაიღვიძოს ბოლოს და რამე ქმედებებიც გქონდეს.
აი ეგეთი მომენტი არის, რომ შენ ამ სიყვარულის გულისთვის რამე გააკეთე რა. ეს ახლა სიყვარულის გულისთვის ცოტა ისეთი ნათქვამია, მაგრამ ჩვენი ურთიერთობისთვის მოდას ვთქვა ჩვენი, იმიტომ რომ აქ როგორ გითხრათ, იცით, უფრო მეტი ფიქრი არის, აი როგორ შეიძლება იყოს, რას ველოდო. იმიტომ რომ გრძნობა არის, მაგრამ აი რას ველოდე, მაგრამ ბიჭი, ახლა არის რაღაც ან გეუბნებით ახალ ეტაპზე არის თქვენი ურთიერთობა, ხო? ან ახალია საერთოდ. კარგი, თუ იცანით სიგნიფიკაცია, მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ. მანძილი, აქ როგორი მანძილი, ან მართლა მანძილი არის ფიზიკური, ან არის მანძილი და როგორ არის, იცით? ყველასთვის არ იქნება მანძილი. ყველასთვის არ იქნება. აქ თითქოს როგორ არის, უფრო მეტი ფიქრი, აი რა იქნება, რა გველოდება საერთოდ წინსვლა იქნება, არ იქნება, იმიტომ რომ შანსი მინდა, ამასაც შანსი უნდა, რომ მქონდეს, რომ მომეცე შანსი. ვკითხოთ ახლა, ჩვენ კითხვებს ახლა დავუსმენ და შეიძლება უფრო მეტი ინფორმაცია, შეიძლება კი არა, უფრო მეტი ინფორმაციას მივიღებთ ახლა ჩვენ. კარგით. ყველამ დაიჭირეთ თქვენი ინფორმაცია. ამ წუთში, აი თქვათ, თქვენ მისთვის ვინ ახართ, რამდენად მნიშვნელოვანი ხართ მისთვის ეხლა. 2 მოდის, ოკეი, იყოს 2. როგორ ხედავდა ამ თქვენ ურთიერთობას ეს ადრე? ადრე ეხლა თუნდაც ერთი თვე გაქვს ან 2 თვე, თავიდან დაუშვი, ისეც უკვე ხანძლივი ურთიერთობა აქვს, ესე იგი ადრე. ეხლა როგორ ხედავს? როგორ უნდა რომ იყოს ეს ურთიერთობა? როგორი უნდა? შემდეგი ვნახოთ, როგორ გეგმებია ეს შემდეგ ვკითხოთ რა. არის თუ არა მზად თქვენი პარტნიორი სერიოზული ურთიერთობისთვის? უნდა თუ არა რომ აიღოს პასუხისმგებლობა ამ ურთიერთობაზე? და რა უნდა, მოდით ასე ვთქვათ, მინიმუმი რა უნდა ელოდოთ თქვენ ამ ურთიერთობიდან და მაქსიმუმი რა უნდა ელოდოთ თქვენ ამ ურთიერთობიდან და ავიღოთ, რჩევა იმისთვის, ვინც უყურებს, თქვათ, ხო? აი ასე თქვენთვის. ნახოთ ახლა ჩვენ. ეხლა ვინ ახარ თქვენ მისთვის, რამდენად მნიშვნელოვანი ხარ? იცით როგორ არის, აი ძალიან მნიშვნელოვანი ხართ მართლა. აქ გეუბნებით, ეს ადამიანი მართლა, თუ არის ეს ქალის ენერგია, რომელიც იზიდავს ძალიან რა. აი როცა დღე და ღამე მინდა რომ ვიფიქრო მაგ ადამიანზე. კი, შეიძლება თქვენ როგორ ხართ, იცით, გრძნობა აქ ძალიან სურვილი აქვს, ძალიან დიდი. იცით დაჟე როგორ არის, თქვენ ხართ მისთვის ეხლა რამდენად მნიშვნელოვანი ხართ, ახლა მნიშვნელოვანი რო არ იყო, ჯერ ესეთი მამაკაც ეს წელი არ იფიქრებს იმაზე, რაც არ არის მაგისთვის მნიშვნელოვანი, ეს ახლა აქსიომა. მეორე კიდე, იცით როგორ აქ საერთოდ პაჟი როცა არის სიყვარულზე, ეს თითქოს არის ძალიან სუფთა სიყვარული, იმიტომ რომ ეს როცა სულით მიყვარ ხარ, გაიგეთ, იმიტომ რომ პაჟი ახლა არ არის, თქვა, როგორც ბავშვი, ხო, ბავშვს რო არა აქვს ეს რაღაცა ისე უყვარ ხარ, უბრალოდ იმიტომ რომ უყვარ ხარ, всё მეტი არაფერი, ხო, ბავშვს ხარ, რო კითხო, რატომ გიყვარს, თქვა, რა ვიცი, მიყვარს, ხო? ეგეთი რამე. კი, შეიძლება ახლა ეს ადამიანი ფიქრობს, რომ არის თქვენში რაღაცა სხვაობა, იმიტომ რომ შეიძლება, ფიქრებში, გზაზე შეიძლება დაუშვათ სხვაობა იყოს, აქ სხვადასხვანაირი სხვაობა იყოს, მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანი ხარ, ძალიან მნიშვნელოვანი ხარ. თქვენ ხართ ის ადამიანი, ვიზეც ეს ფიქრობს, ვიზეც ეს დაჟე როგორ არის, აი თითქოს აქ არის ოქროს თევზი, ნახეთ როგორ ძალიან ლამაზი ოქროს თევზი აქვს ამას და თითქოს ეს არის, როცა თევზი, ზღაპრებში ვიცით ჩვენ, ხო, რომ თევზს რო ვთხოვთ ჩვენ, რომ სურვილის ასრულება რა, სურვილის ასრულებას, ეს არის რა, თითქოს სურვილი ამისრულდება. სხვათა შორის ამას აქ შიში, რომ ეს თევზი, ნახეთ, გადმოხდა ამ ჯიგიდან, ხო და იმაში რა ქვია, ხო, რა ქვია მაგას, ღმერთო ჩემო,
ფინჯანიდან, ხო? და არ წავიდეს, იმიტომ რომ რაღაცნაირად შეფიქრული. და აი აქ ჩვენ ვეკითხებით, რამდენად მნიშვნელოვანი ხარ. აი ძალიან მნიშვნელოვანი ხარ, იმიტომ რომ კიდევაც გითხარით, რომ არ იფიქრებდა ამდენს, ნამდვილად ეგა თქვენზე რა. როგორ ხედავთ ადრე თქვენს ურთიერთობას? ნუ აქ არის, იცით რა ეთყობა, როგორ ხედავდა თქვენს, ბევრი რაღაცა გქონდა თქვენ აქ განცდები. ეთყობა ამ ნუ მას даже, მოდი ჩვენ ხო მაგაზე ვეკითხებით რა. ბევრი განცდები იყო, იმიტომ რომ როგორ ხედავდა, აი ცოტა რაღაც, იმიტომ რომ კრიზისული ხუთიანი საერთოდ ეხა თასების, ნუ ეთყობა ბევრი რამე სანერვიულო იყო. აი რატო ხედავდი ამას? მოდით მან არას ვკითხოთ ახლა ჩვენ. მან არას ვკითხოთ. რატომ? აჰა. იცით რატომ? აი თითქოს როგორი მომენტი იყო. ადრე შეიძლება თავიდან თქვენ ეყავით როგორ, იცით? თქვენთვის ის თავისთვის. ანუ ეგ როგორი მომენტი არის, იცით? როცა აი არ იყო ესეთი ეთყობა, რაღაცა ერთიანობა ურთიერთობაში, ხო ხდებით რა? შეიძლება ახალი თუ არის ეს ურთიერთობა, ნუ შეიძლება როგორ ხედავდა ამ ურთიერთობას, ადრე შეიძლება იმედი არ ქონდა დაუშვათ, რომ აი მე რამეს თქვათ, ეხლა აქ შევძლებ ამ ურთიერთობაში. ნუ დაუშვათ მოეწონეთ ძალიან, მაგრამ შეიძლება ფიქრობდე, რომ აი რანაირად უნდა თქვა, დაუშვათ რა გავაკეთო ისეთი, რომ თქვათ, ეხლა ამ გოგოს თავი მოვაწონო, ხო? აი ეგეთი მომენტი იყო, იმიტომ რომ თქვენ როცა მარტო ყურების საშუალება გქონდა დაუშვათ, გიყურებდათ მარტო და ანუ ვერ მოქმედებდა, გაიგეთ? ანუ შეიძლება ინტერნეტში ლაიკები, თქვათ, ერთმანეთის პროფილების ყურება, ეგეთი რაღაცა არის აქ. ნუ ვისაც ხანძლივი ურთიერთობა აქვს, აი აქ არის როგორ იცით, თითქოს ცუდად არ იყავით, გაიგეთ, მაგრამ უფრო თითქოს შენთვის მე ჩემთვის. აი რაღაც ეგეთი მომენტი მოდის რა. კარგით, ნახოთ ეხლა როგორ ხედავს ამ ურთიერთობას. აი ხო გეუბნე, ეხლა 10-იანი არის უკვე პენტაკლების. აი ეხლა უკვე ერთად ხართ. შეიძლება მართლა ეს ადამიანი აი მართლა ნერვიულობდა, იმიტომ რომ დაუშვათ თუ არ იყავით თქვენ ერთად, თუ არ გქონდათ თქვენ ეხლა რაღაცა საერთო, იმიტომ რომ ეხლა უცბად ასეთი ნახტომი. ეხლა უკვე დაუშვათ თქვენ თუ შეიძლება, ნუ ვის ახალი არის, აქ შემიძლია ვთქვა, რომ ალბათ უკვე თქვენ რაღაც სერიოზულ თემებზე საუბრობთ რა და უკვე შეიძლება თქვენ იმ დონეზე გაგიცნოთ, რომ თქვათ, უნდა თქვენთან ეხლა სერიოზული ურთიერთობის დამყარება. ვინც დიდი ხანი არის უკვე ურთიერთობაში, ნუ ახლა ნამდვილად ხედავს, რომ თქვენ ერთად უნდა რომ იყოთ, ან უკვე აქ ორწინებაზე ელაპარაკე, ან ნუ თქვათ, სულ ერთად რომ ვიცხოვროთ რა, ესეთი მომენტი არის აქ რა, იმიტომ რომ რაღაც იცით რა, ძველი ურთიერთობის თითქოს რაღაცა სიახლე, რაღაც სხვანაირად გადადეხართ, თქვა სხვა დონეზე გადადეხართ, იცით? მაგრამ მაინც რაღაცა არ მოგწონთ. კარგით, ნახოთ აბა კიდე. როგორ უნდა, ანუ რა გეგმები აქვს, როგორ უნდა რომ განვითარდეს ეს ურთიერთობა? ნუ ისე როგორც მე მინდა რომ განვითარდეს. აი ესე ამბობს ეგ. ხმალების მეფე, როგორ უნდა, აბა რას გვეტყვი შენ აქ? როგორ უნდა? აქ როგორი მომენტია, იცით? ეხლა ვიგეტყვით. სხვათა შორის, მე даже მაგას ხო ვეკითხები, როგორ უნდა, მაგრამ ეს ცოტა უკუღმა პასუხობს, როგორ არ უნდა. როგორ მინდა და როგორ არ მინდა ისე. იმიტომ რომ არ ამგონია რომ ვინმეს უნდადეს ჩხუბი იყოს, ხო? ნამდვილად მაგას რა, იცით რა არის? ანუ даже ასე ვეთყოდი რომ მაგას როგორ უნდა რომ თქვენ მაგისი რჩევებისთვის აი ნუ მოგესმინათ, ნახეთ, აი მამაკაცი ხო, მამაკაცის ადგილი როგორ არის ის კი მამაკაცი ყოველთვის არის თქვენ თუნდაც აი ძალიან დიდი ბიზნესვუმენიც რო იყოთ, ან ძალიან დიდი წარმატებული ქალი იყოთ, ან თუნდაც ახლა თქვენ მეტი შემოსავალი გქონდეთ, ან სამსა, ნუ არა აქვს მნიშვნელობა, მეტი ხართ რაღაცით
გარეთ, ოჯახის გარეთ, ურთიერთობის გარეთ მოდი ასე რომ ვთქვათ, ხო? იქ თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი, მაგრამ საერთოდ ოჯახურ სისტემაში ეს არის სამყაროს კანონი, კაცი არის პირველი და ქალი არის მეორე ადგილზე, ხო? და კაცისთვის არის ეს მნიშვნელოვანი. და ამიტომ ზოგი როცა ქალი თვითონ დაუშვათ რაღაცას აღწევს, თუნდაც ან რაღაც არის ახლა ბევრი ისეთი სიტუაციები, თუნდაც შეიძლება თანაბრად იყოს, არა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ავიწყდება ქალს და იქცევა როგორც სამსახურში რო არის ხელმძღვანელი, სახლშიც ეგრევე ან ურთიერთობაშიც გონია რომ მე ვარ ხელმძღვანელი და ზემოდან უყურებს კაცს, კაიგეთ. და ეს რა თქმა უნდა არც ერთ კაცს არ მოეწონება. და მე უკვე როგორ არის, იცით, როცა დაუშვათ ადამიანი ახლა, მამაკაცი ხარ, შეუძლია რომ თქვა დაუშვათ ძალიან როცა უყვარხარ, ხო? ოღონდაც არაფერი თქვა არ დავშორდი მაგას და უკვე მიდის დათმობაზე. მამაკაცი და მე წובה დივანზე, იმიტომ რომ შენ წაართვე მაგას ეს თავისი მოვალეობა და მე ბრაზდები, რატომ? იმიტომ რომ შენ ადეგეთ და მისი ადგილი დაიკავე. კაცის ადგილი დაიკავე და რა თქმა უნდა, კაცის ადგილი თუ დაიკავე, ახლა მე რატო ბრაზდები, ხო? აბა რა ვქნა ის არაფერს არ გააკნოს სხვა თემა. ძალიან ღრმა თემა, ამაზე აუცილებლად მე ვისაუბრებ ცოტა მერე, მაგრამ აქ არის როგორი სიტუაცია, ახლა ნახეთ, მაგას ახლა როგორი გეგმები აქვს, ნამდვილად არ უნდა მაგას რო იყოს თქვენ შორის რამე გაუგებრობა, ჩხუბი, ნამდვილად არ უნდა მაგას რომ აი აქ დაჟე რას ვეტყოდი, იცით, თუ კიდემ საჯარო გაშლა უნდა თქვა, თუ თქვენ არ ახარ თავისუფალი გოგო, მაშინ ეს ძალიან აწუხებს ამ ადამიანს, ძალიან აწუხებს და ნამდვილად აი უნდა რომ თქვენ ბოლოს და ბოლოს რამე წერტილი დასვათ იქ და უკვე იყოთ ამასთან, იმიტომ რომ მაგას ნამდვილად თქვენი დაკარგვის არ უნდა, მაგრამ ისეც უნდა რომ თქვენ წერტილი დასვათ. კიდე აი ეს რაც გითხარით, რომ ამას უნდა თავისი ადგილის დაკავება, ანუ მე მინდა რომ შენ მე მომისმინო, ეს ძალიან რთულია. როცა შენ უკვე ხარ ესეთ ენერგიებში, რომ შენ თვითქმარი გოგო ხარ, ძალიან რთულია. ნამდვილად, მაგრამ ეს ცოტა ისეთი საკითხი არის რა. ბედნიერი გინდა იყო თუ მართალი. აი ესეც ეგ არის. ვნახოთ ახლა არის თუ არა თვითონ მზად სერიოზული ურთიერთობისთვის. აქ არის სხვათა შორის მაგის ერკანი, მაგი არის საერთოდ როგორ იცით, კი, მაგრამ მაგს აქ როგორი თვისება, იცით, თუ იქნება ისე როგორც მე მინდა, თუ მე მექნება ჩემი პირველობა, მაგი ვერ აიტანს იმას, რომ იყოს მეორე ადგილზე. არა. აი ყველაზე ადვილი, აი ძალიან ისე უცბად რო თქვა, რჩევა რომ მოგცეთ, ეს არის, რომ თქვენ იცოდეთ ისეთი მომენტი, თქვათ, ხართ ურთიერთობაში ადამიანთან, ხო? ანუ ვთქვათ, ხართ. ეცადეთ მაქსიმალურად იმის მიუხედავად, რა თანამდებობა გაქვთ, რა სამსახური გაქვთ, აი სამსახურში იყავე, როგორიც ვთქვათ, კარგი ხელმძღვანელი სიტყვაზე, ან შენი ხასიათების გამოაჩინე, მაგრამ როცა მოდიხარ სახლში, შენ უნდა ჩართო შენი უკვე ქალური ენერგიები, ანუ გახდე ქალი, დაიკავო შენი ქალს აქვს რამდენიმე ფუნქცია, ხო? ქალის, როგორც ქალი, თუ შვილები ყავთ ოჯახში, დედა და რა თქმა უნდა, ცოლის ფუნქციონალი, ხო? მაგას სხვადასხვა თვისები აქვს, ამაგაზე მე სხვათა შორის ვყვები ერთ-ერთ ჩემ ტრენინგში, პირველი ნაწილი არის აქ, ამ არხზე თუ გაინტერესებს, შეგიძლიათ ნახოთ. ხო და ანუ ამ ადამიანს კი უნდა სერიოზული ურთიერთობა, მაგრამ თუ იქნება ისე როგორც მას უნდა, თუ მაგას ექნება ამ მართვის თქვათ უფლება, ამ ურთიერთობის მართვის უფლება, კი. იმიტომ რომ ნახეთ, ნამდვილად თქვენ ხართ მაგისტრის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს ბევრს ფიქრობს თქვენზე, ძალიან ბევრს.
თუ თქვენ დაუშვათ, აქ შემიძლია ვთქვა, ანუ ხართ ისეთი პიროვნება, რომელიც ჩანხართ. ანუ რას ნიშნავს ჩანხართ, როცა თქვა დაუშვათ ხართ, ანუ აი სურათებს დებთ, ბევრი ადამიანი უყურებს თქვენ სურათებს, ხო? ბევრი მოწონება გაქვთ. თუ თქვათ, ახლა თქვენ ბლოგერი ხართ, მსახიობი ხართ, ანუ როცა ან ისეთი გოგო ხართ, რომელიც იზიდავს ეგრევე, ხო, ყურადღებას. აი აქ ამას ნამდვილად უნდა რომ თქვათ, ახლა თქვენ იყოთ მხოლოდ მისი. აი ეს აქ მაგას ესმამე და ჩემი მხოლოდ იმიტომ რომ მართლა აქ მაჩვენებს რომ ეს არის, ანუ აი აქ როგორი პოზიცია იცით, თუ თქვენ დაუშვათ გრძნობთ რომ ეს თქვენი კაცი არის, თქვათ მე ქალთანი და რაღაცები დაიჭირეთ, რომ თქვათ მიმოწერეთ და რაღაც ეს თქვენი გაშლა არ იქნება. აქ არის ისეთი პიროვნება, ისეთი მამაკაცი, რომლისთვის მნიშვნელოვანი არის ეს ქალი, ვიზეც არის საუბარი. იმიტომ რომ მაგას ნამდვილად არ უნდა ეს ჩხუბები, ნამდვილად არ უნდა რომ თქვათ გაბრაზებები, ამას უნდა მართლა ეგრევე მაჩვენა სერიოზული ურთიერთობა მინდა, სერიოზული. და ჩემი მინდა იყოს, ხოლოდ უნდა დამიჯეროს ხოლმე. აიგეთ, უნდა დამიჯეროს ხოლმე. აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას, კი. თან ძალიან ძლიერ. თან როგორი მომენტი არის, იცით, ახლა გეტყვით, ნახეთ. აქ საერთოდ შეხედეთ როგორი აი ულამაზესი არის რვიანი, ну, ძალის არკანი რა. აი მაგას როგორ უნდა იცით, აი რო გითხრათ პასუხისმგებლობა, მაგაზე მე მგონი ველაპარაკე რაღაც ვიდეოში და გითხარით რას ნიშნავს პასუხისმგებლობა. პირველ რიგში, ანუ ამას უნდა რომ იყო თქვენ თანაბრად. ანუ აქ არ არის ის მომენტი, რომ დაუშვათ ახლა, ანუ პირველობა კი უნდა აღიარება უნდა, მაგ არის ესეთი რაღაცა, რომ კაც რა უნდა, კაცებს უნდა აღიარება. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგათის ქება უყვართ, აღიარება უყვართ, ну, მოფერება და ასე შემდეგ. ეს არის ქალის ჩვენი მოვალეობა, ასე ვთქვათ, ხო, მამაკაცებს, მაგრამ აქ ნახეთ, აქ ეს ადამიანი არის აი რაღაც, იცით როგორი ენერგია მოძა, რაღაც აი პატივისცემის ენერგია არის ჩემგან ამ ადამიანისთვის, არ ვიცი. იმიტომ რომ აი ნახეთ, უბრალოდ ამას დარწმუნებული ვარ გულის ტკივა იმაზე, რომ თქვენ ხართ ცოტა ხასიათა გოგო. და ეს ცდილობს მაქსიმალურად, აღარ მინდა რა ეს რაღაცა ჩხუბები, აღარ მინდა ეს რაღაცნაირად აი მოდი გავშორდეთ, მოდი შევრიგდეთ, აი ეგეთი თემები არ უნდა. ამას უნდა რომ თქვენთან იყოს, რომ თქვენ ძლიერი ხართ, ისიც ძლიერი არის, მაგრამ შენ ახლა მეც ავიღებ ბევრ რამეზე პასუხისმგებლობას, მაგრამ შენც აიღე შენს ქალობაზე პასუხისმგებლობა. ნახეთ, ეხლა პასუხისმგებლობა ის არის, როცა შენ თვითონ ისე იქცევი, რომ დაუშვათ იცი შენი ზღვრები. შენ იცი, ну, დაუშვათ, ახლა არ მინდა გამეორებებ, გამახსენდა რაღაც ვიდეოში ვთქვი მე ეგა. აი შაბათობით რო დავარქვით ჩვენ ეს რუბრიკა, ხო, და მე მგონი გუშინაც იყო მაგაზე საუბარი. ну, ყოველ შემთხვევაში, როცა შენ თვითონ იღებ პასუხისმგებლობას შენს თავზე, ეს სხვა რანაირი პასუხისმგებლობა. მეც ავიღებ პასუხისმგებლობას ჩვენზე, დროს ზემოთ არის. ნახეთ, შენ აქ როგორი მაგარი ქალი არის და ეს არის აი ცოტა ქალის ზემოთ, ან თეთრი ლომია, ნახეთ რა ულამაზესია. მზად არის. და ეხლა ვნახოთ როგორი მინიმუმი შეიძლება იყოს ამ ურთიერთობაში. ну, მინიმუმი არის ის, რომ ძალიან მხიარულად და კარგად გაატარებ დროს. მაგ ადამიანთან არ მოგწყინდებათ და როგორც მეგობრული ურთიერთობა, კი ბატონო, ეს არის მინიმუმ და მაქსიმუმ. ну, აი მაქსიმუმ არის, რომ აქ, ну, პრინციპში იცით როგორ არის გოგოებო, აქ ეს ადამიანი იბრძოლებს ამ ურთიერთობაზე. იცით რატომ? იმიტომ რომ აქ ბევრი რაღაცა იქნება დამოკიდებული ქალზე.
თუ თქვენ გადაწყვეტილებას მიიღებთ აი სხვათა შორის წასვლაზე, ეს იქნება მაგისტრის უდიდესი დარტყმა. არ გაჩვენებს მაგას. არ გაჩვენებს. მაგრამ ნამდვილად უნდა რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდეს. პლუს კიდე აქ მე ვფიქრობ, რომ ამას უფრო მოუწევს კიდე აქ ბევრი რაღაცის სწავლა. მაგრამ არ აჩვენებს, ნახეთ როგორი ტიპია. ანუ თქვენ ვერც მიხვდებით, ნახეთ, აი ეს თითქოს როგორ იქნება, იცით? ანუ თქვენ რაღაცას ეუბნებით, რაღაცას თხოვთ, ხო, დაუშვოთ. რაღაცას, ну, თქვათ, ეჭიჭინებით, რაღაცას, აი, საერთოდ ახლა კაცი მაშინ ვითარდება, როცა ხალი, რაიმე მე არაფერი არ მინდა, იცით, ვაფშე არაფერი არ მინდა. მაშინ შენი კაცი მის დღემში იქნება დივანზე და მე არ თქვა, რომ რატო წერს, იმიტომ რომ კაც არაფერი არ უნდა, კაცებს უნდა ძალიან ცოტა. დანარჩენი ყველაფერი უნდა ქალს. და როცა ხალი ამბობს, რომ მე არაფერი არ მინდა, აი მაშინ არც არაფერი არ არის. მე ტირიან, რატო არაფერს არ აკეთებს ჩემთვის, იმიტომ რომ შენ არაფერი არ გინდა. მაგრამ სითბოსაც რატო არ მოდით, ეს სხვა თემა. მაგრამ აქ გეუბნებით, თუ დაუშვოთ თქვენ ამას ეუბნებით, მაგრამ მე არ გეუბნებით, რომ დაუშვოთ ახლა კაპრიზული ბავშვი დაიწყო და ის მინდა. არა, იმ თხოვნასაც აქ თავისი წესი, როგორ უნდა უთხრა და მაგრამ უნდა უთხრა, მამაკაც უნდა უთხრა. შენ რა გინდა? მას არ ესმის შენი ნამეუკები. არ ესმის. კი არ უნდა მოითხოვო, უნდა უთხრა. რა ეგეთ? რა გინდა შენ? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ინტონაცია დაიჭერეთ. გალური ენერგია გაუშვეთ და ისე უთხარით. იმიტომ რომ ეს სწავლობს, ეს რა არის, იცით, თქვენ რომ ეუბნებით რამეს, ეს თითქოს იქცევა, როგორ იცით, აი ბრაზდება რაღაცა, აი მეუბნები, დამანები თავი, ერთი და იგივე რაღაცა ესეთი. მაგრამ უსმენს. არ გაჩვენებს თქვენ, ვითომ არ აინტერესებს, ვითომ აქ შემოუშვა, აქედან გამოუშვა, დამიჯერეთ. ყველა თქვენი სიტყვა კონტროლზე აქვს. ამას. კიდე რა მაქსიმუმი? კი, უსმენს. მაქსიმალურად მოგისმენთ, მაქსიმალურად. მაგრამ თქვენ დარწმუნებული იყავით, ვერ გაიგებთ ამას. თქვენ იფიქრებთ, რომ რამდენი რამე ვუთხარი, რა არის და არ ვაფშე არ მისმენს. გისმენს. დამიჯერეთ. რჩება თქვენ? რჩება თქვენ ისეთი, რომ მოითმინეთ და იქნებით ძალიან კარგად. კარგად იქნებით, ნამდვილად იქნებით კარგად აქ. ნამდვილად. უბრალოდ მთავარი არის თქვენი ამოცანა, თქვენი თვითშეფასება უნდა იყოს. ამ პარტნიორობა არ, თვითშეფასება, თქვენი. თქვენ რამდენადაც დააფასებთ თქვენ თავს, ისე მოგექცევათ თქვენი პარტნიორიც. ეს იცოდეთ. თუ თქვენ თავს არ აფასებთ ყველაფერზე, ანუ კბილებში დაიჭირა ჩუსტები მიუტანა, ეს არ არის ზრუნვა, ეს არ არის საქციელი. არა. ქალს შიგნით უნდა კონდეს თვითფათივისცემა. და მაშინ კაციც დაგაფასებს და მოგიქცევა ისე, როგორც საჭირო. всё, ამით დავამთავრებ. ძალიან მაგარი გაშლა იყო, მე ვფიქრობ. გელოდებით კომენტარებში. და მე დაგემშვიდობები და გისურვებთ როგორც ყოველთვის სიხარულის ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.